საკრებულოში ცოტა ხნის წინ დასრულდა ურბანული კომისიის ხდომა ორი თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა. გეგი ნიჟარაძეს დღესაც მოუხდა გუშინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე პასუხის გაცემა, ამ საკითხით საკრებულოს დეპუტატები დაინტერესდნენ. კონკრეტულად რა კითხვები ჰქონდათ ნიჟარაძესთან საკრებულოს წევრებს, ამას ეკო მაღრაძე გვეტყვის. ეკო გისმენთ. აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით ზედამხედველობის სამსახურის უფროს შეკითხვა დაუსვა საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ირაკლი აბესაძე დაინტერესდა ნამდვილად შედგა თუ არა გეგი ნიჟარაძესა და გიორგი ხაბურზანიას შორის საუბარი, რომლის აუდიო ჩანაწერიც გუშინ გავრცელდა. გუშინდელისგან განსხვავებით ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დღეს დაადასტურა, რომ მას ასეთი საუბარი ხაბურზანიასთან ჰქონდა, თუმცა მისივე შეფასებით ეს იყო მხოლოდ ჩვეულებრივი საუბარი და არა ზეწოლა. იყო ობიექტური ატესტაციის ეტაპზე, როდესაც ჩვენ საშუალება გვექნებათ გაესაუბროთ იგივე გიორგი ხაბურზანიას, როდესაც ის ასე ვთქვათ გადალახავს ტესტირების ეტაპზე და მოვა გასაუბრების ეტაპზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემა დღეს თბილისის მერიაში. თავს უნდა იმედებთ, რომ ეს არის სულ ის, რაც ამ ადამიანის მტკიცებულებებად აქვთ, იმიტომ რომ რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოთ, კიდევ უფრო და უფრო მეტი გახდება, ასე ვთქვათ, აშკარა და ცხადი.აზე იყო ასე ვთქვათ საუბრები. დღეს მაქსიმუმ რაც ჩვენ შეგიძლიათ, ასე ვთქვათ, ჩემთვის ინფორმაციულად კითხვაზე გამცეთ პასუხი, რამდენად მართლა შედგა ესეთი საუბრები და ადასტურეთ ამ აუდიო ჩანაწერის მონაწილეობას თუ არა. მე იქ კარგად მოუწოდეს საფაშორის, ან მათ მოსმენ არ შეიძლება ჩვეულებრივი საუბარი იყო ეს, სადა ის იქ ზეწოლა რომ მე ხაბურზანიას შეუძლები რომ ეპიზოდით რომ დაწერე შემარცხება და თავსასაუბრო. და რატომ მაინც და მაინც ხაბურზანია იქ მუშაობს 130 კაცი, შეგიძლია ჟურნალისტებსა და დეპუტატებსაც მოვზადეთ და გითხოთ, გეგი ნიჟარაძე მისი მოადგილეები ახორციელებენ თუ არა ზეწოლას თანამშრომლებზე, რათა დატოვონ სამსახური. ძალიან ხომ და ნუ გამოვყავთ ხაბურზანია ზედამხედველობის სამსახურის გმირი. ხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განსხვავებული განცხადება გააკეთა ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა. გეგი ნიჟარაძემ განმარტა, რომ მას ჩანაწერი კარგად არ მოусმენია და მის ავთენტურობას ეჭქვეშ აყენებს. ასეთი საუბარი იყო, მაგრამ იქ არ ყოფილა ზეწოლაზე და სამსახურიდან წასვლაზე ლაპარაკი. ანუ რას ნიშნავს ფრაზა შენი სამსახური უშენო უკეთესად იქნება, იქ იყო ესეთი ფრაზა? მე იქ ასეთი ფრაზა ვერ მოვისმინე სამწუხაროდ, ბოლომდე არ მეყურები ამ ჩანაწერისთვის, რაც შეეხება კურსს. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მიმდინარეობდა შერჩევით ადამიანების გარჩევა, ასე შემდეგ კანონთან მიმართებაში, აქ იყო ამაზე ლაპარაკი. განარჩენ იქ სხვა კურსთან დაკავშირებით არაფერი საუბარი არ ყოფილა ისეთი. პირადად მე ვესწრებოდი ამ საუბარს, ხო ვიცი. აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანი. აცხადებს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. დედაქალაქის მერის განმარტებით ამ ფაქტით სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან. რაიმე სახის სამართალდამცავი შეიძლება იყოს ან კანონდარღვე, ესეთ შემთხვევაში ჯობია სახლის საგამოძიებო ორგანოებმა გამოიძიონ. მე ვიცნობ რასაკვირველია მასალებს, გავეცანე უკვე და ვაპირებ, რომ სათანადო ყურადღება მივაქციო ამას, რომ სხვა მსგავსი რამ არ განმეორდეს, მაგრამ აქვე დავძენ იმას, რომ ეს არის წინასწარ მომზადებული პროვოკაცია, ამიტომ პასუხი ორივე მხარემ უნდა აქვს. საკრებულოში დღეს მოსალოდნელია, რომ დღის განმავლობაში დამატებითი განცხადებები გაკეთდება ასევე აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით. სწორედ ამ წუთებში ბიუროს ხდომა მიმდინარეობს საკრებულოში, სადაც დეპუტატები განიხილავენ მერიაში დაგეგმილი ატესტაციის საკითხს. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს საკრებულოს დეპუტატები კენჭს უყრიან, ეს არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან თემურ გიორგაძის გათავისუფლების საკითხი. აზოთ ეკო, ეს ეკო მაღრაძე იყო.